გამარჯობა. დაპირებული ლაივის ნაცვლად ექსპრეს ვიდეო. ლაივი ვერ დავაორგანიზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ზაფხულის რეჟიმზე ვარ. მიკროფონს ვერ ვიპოვე, ამიტომ ხმის გამო წინასწარ ბოდიშს გიხდით. მოკლედ რაც გამოვა, დავიწყოთ ხომ. 2025 წლის სექტემბრის დაბნელებების ეპიზოდზე, თევზები ქალწულის ღერძზე მიდის ეს დაბნელებები. მე თან ცოტას დავხატავ. დავიწყოთ, ეს მეორე ეპიზოდია ამ თევზების დაბნელებების. გაზაფხულზე იყო გარდამავალი ეტაპი, როცა პირველად თქონდა მთვარის დაბნელება თევზებში. მზის დაბნელება იყო ვერტში, ამით მორჩა წინა დაბნელებების, ესე ვთქვათ, თემა, პროგრამა, რომელიც იყო სასწორი ვერძის ღერძზე. და იქ მთელი წელიწადნახევარი ჩვენ გქონდა ამბავი, რომ უნდა გვესწავლო პარტნიორობაში სწორად ყოფნა, ჩვენი როლი. და მოკლედ გავიარეთ ეს მეტნაკლებად ყველას შეგვეხო მეტნაკლებად და ეხლა ჩაიტვირთა თავიდან ბოლომდე ახალი პროგრამა, რომლის ესეთი ძირითადი სახელი ამ ღერძის არის მსახურება. ქალწული არის მსახურება მატერიალურ სამყაროში, მატერიალურ დონეზე, ფიზიკურ დონეზე, თევზები არის მსახურება სულიერ დონეზე. უბრალოდ ეს მსახურება სიტყვა ადამიანებს ცოტა არ მოგწონს, ხო? იმიტომ რომ ესეთი ვალდებულების განცდას გვიტოვებს. გონია რომ უნდა ვიწყალოთ ამ მსახურებაში, გონია რომ უნდა დავიღალოთ ჩვენი თავი სადღაც გადავდოთ განზე, მაგრამ არა, ნახეთ, ნებისმიერი რაღაც, რასაც ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს, განსაკუთრებით ამ თემებში, ხო? როცა თევზებზე ვლაპარაკობთ. ყოველდღე მედიტირებს, იოგით არის დაკავებული, ყოველდღე ლოცულობს, ხო, რაღაც ენერგეტიკულ პრაქტიკას აკეთებს, რაღაცას სწავლაში დევს რესურსს, ეს ყველაფერი არის მსახურება ამ თემებისთვის. ასე რომ ყველა მსახურებაში ვართ ამ ღერძზე რაღაცა დოზით. მთავარია ეს ვაკეთოთ სწორად და ვაკეთოთ კონსტრუქციულად. რაც შეეხება ეხლა დაბნელებებს. პირველი დაბნელება გვაქვს 7 სექტემბერს თევზებში, მთვარის დაბნელება, საღამოს 11 წუთებზე. და მეორე დაბნელება არის 21 სექტემბერს, რომელიც იქნება ქალწულის ზოდიაქოში მზის დაბნელება. მეორე დღეს 22 სექტემბერს დგება შემოდგომის დღეღამსწყრობა, ესეთი საკმაოდ ენერგეტიკულად ინტენსიური დღე, ამიტომ გადავწყვიტე იმაზე ცალკე ჩავწერო ვიდეო, კი ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას აქაც, მაგრამ მაინც, ძირითადად მაინც ვისაუბროთ მთვარის დაბნელებაზე და მთვარის დაბნელების გავლენაზე ჩვენს ცხოვრებაში, პირად დონეზე და გლობალურადაც პრინციპში, იმიტომ რომ ეს არის კოლექტიური პროგრამა. მე მესმის ახლა თქვენ რო ელოდებით ყველა თქვენი ნიშნებისთვის ამ თემას დაბნელებების გავლენას, მაგრამ სანამ გავაკეთებ აუცილებლად, სანამ ამას დავიწყებთ, აუცილებელია რომ გავიხსენოთ მექანიზმი, როგორ მუშაობს, ხო, დაბნელებები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შათვალეთ სიგნალებში დავდივართ ხელის ცეცებით. მექანიზმის პრინციპს თუ დაიჭერთ, ძალიან მარტივია მივხვდეთ რა, რატო ხდება ცხოვრებაში და აი კონკრეტულად ხა ამ წამს რატო გთხოვენ ამ ყველაფერს. მთვარის დაბნელების მთავარი ამბავი არის ის, რომ არაფერი ისე აღარ მუშაობს, როგორც მუშაობდა. ყველაფერი არის ან შესაძლებელი, ან შესაკეთებელი, ან გასაშვები. მთვარის დაბნელებაზე ხდება გაშვება, ადგილის გამონთავისუფლება, ახალი სცენარებისთვის, რომელიც შემდეგ ორ კვირაში, როგორც კი მზის დაბნელება დადგება, მოგვიწევს ამ ახალი ამბების ჩამოტვირთვა ჩვენს ცხოვრებაში. ხანდახან ისეც ხდება, რომ მზის დაბნელებაა მაგალითად პირველი და მერე ორ კვირაში მოყვება ხოლმე მთვარის დაბნელება და ეს ცოტა ისეთი მეტი დრაივია მოკლედ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ხდება, ჯერ რაღაცა ახალს ვიღებ, სამყარო მთავაზობს, გარემოებები მთავაზობს, ვიღებ, შემომაქვს შემსხურებაში და 2 კვირის მერე ხდება ნათელი, აი რის ხარჯზე მოვიდა ეს სიახლე, აუცილებლად უნდა გავიდეს რაღაცა ძველი. ხშირად არ არის, მაგრამ წინა წლებში მქონდა გადაბმულად რაღაც ეპიზოდები, აი 2019-ში იყო, იქ საერთოდ 5 დაბნელება იყო იმ წელს. და 22-23 წლებში იყო ესეთი დაბნელებები და ჩვენ ვიცით გლობალურად რამძიმედ იმუშავა ამ ყველაფერმა. დავიწყოთ ახლა კონკრეტულად ამ დაბნელებით, რომელიც თევზების ზოდიაქოშია, როგორც ვთქვი, შეერთებულია კვანძთან, ძალიან მოკლე ორბისი აქვს, ანუ კვანძის გავლენა, კვანძის პროგრამა ძალიან მკვეთრი იქნება და ოპოზიცია აქვს მერკურისთან ქალწულიდან, ტრინი ლილითთან ორიელში და ტრინი იუპიტერთან კერჩხებში. ესე ძალიან მარტივად რო ვთქვა იმის გარდა რომ ეს თევზების თემა და ეს დაბნელება პირდაპირ სულიერებას ეხება, ხო, და მსახურებაში ყოფნას და კოლექტიურ პროგრამას, ამის გარდა ეს პლანეტარული ასპექტაცია რა გავლენასაც ახდენს, ეს არის ძალიან დიდი მოცულობის ინტენსიური ინფორმაცია, რომელიც სრულიად გამრუდებულია. ანუ მოვა ეს ყველაფერი ამოტივტივდება რაღაც ახალი ამბები, მაგრამ ამის გარჩევა, რა სწორი არა არის სწორი, რა გაჭირდება, ამიტომ უფრო მეტი ყურადღებით, ისედაც აქ მქონდა ამ ამბავში ძალიან დაავადებული სიტუაცია. რას ნიშნავს ახლა ეს დაბნელება? ძალიან მარტივად ფილოსოფიურად რომ თქვა, ესა ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ძებნა. ადამიანმა უნდა მონახოს საკუთარი თავი.
სულიერი ინსტრუმენტებით, შინაგანი ინსტრუმენტებით, ფსიქოლოგიური ინსტრუმენტებით, ხო? ამას დამატებით სატურნი ნეპტუნის შეერთებაც ტრანზიტი რაც ჰქონდა გაზაფხულზე ვერტში გადასვლა გთხოვს დამატებით, იმიტომ რომ ეხლა ამ წუთას მაგალითად სატურნი მოbrუნდა თევზებში, ნეპტუნიც მოყვება რეტროგრადულია. რომ შეგვახსენოს, ჩვენ გვაქვს არასწორი რწმენის სისტემა. შინაგანად ჩვენ გვყავს ბრჭყალებში არასწორი ღმერთები, ხო? ცხოვრებაში, ესე მატერიაში და ამის გასწორების პერიოდია. თევზებში ნეპტუნი თითქოს კარგია, ხო? მმართველობაშია, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსენებთ წინა 14 წელს, ეს იყო მთელი 14 წელი მოლოდინი, რომ რაღაც მოხდება. აი ეხა დღეს, ხვალ, ზეგ რაღაც მოხდება და ამის მერე გამოჩნდება რამე და ამის მერე ვიპოვი შინაგან საყრდენს, ამის მერე ვიპოვი შინაგან რწმენას, ამის მერე და მომინდება სადღაც წავიდე რაღაც გავაკეთო, ხო? მაგრამ წინამძღოლში არც არაფერი არ ხდებოდა მთელი 14 წელი. პირიქით ეფექტი ჰქონდა, ძალიან მძიმე ეფექტი, მე ესე ვიტყვი, პირიქით დაგვაშორა ამ რაღაც რწმენის, მორალურ, ეთიკურ საკითხებს. ალბათ ეს ტრანზიტი სადღაც სხვა ეპოქაში, სხვა პირობებში ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს ეპოქაში უკუღმა ეფექტი ჰქონდა. და თანამედროვე ადამიანი არის ძალიან გამოფიტული. ძალიან დაღლილია თანამედროვე ადამიანი, იმიტომ რომ გახლეჩილია. გაიხლიჩა, არ შეიძლება მატერიაში სულიერ თემების გარეშე ყოფნა და არც სულიერებაში არ შეიძლება რა თქმა უნდა მატერიის გარეშე ყოფნა, იმიტომ რომ ეს სამყარო არის პოლარული, ორსახოვანი, მინიმუმ ორსახოვანი. ამიტომ რაღაც ამის დახლიჩვა ყოველთვის მიგვიყვანს დესტრუქციამდე და ჩვენ ეხლა ამაში ვცხოვრობთ. გაიხლიჩა, ყველაფერი გაიყო. და ვისაც გახსოვთ ჩემი ძველი ლაივები, ამას წინადაც ამოვწიე რამოდენიმე 5 წლის წინანდელი ლაივები, მაგალითად სულ ვიძახი იქ, რომ აირჩიეთ მხარე. ეს მის რო წინასწარ რთულია რაღაცების კეთება, მაგრამ ზუსტად იმის შედეგია, მაშინ რომ მხარე არ ავირჩიეთ. ეხლა აი ეს პოლარულობა სამყაროსი, რომ არსებობს ორი მხარე და კიდევ უფრო ბევრი მხარე გაჩნდება ნელ-ნელა. უბრალოდ ეხლა ამ დაბნელებებზე, ამ ღერძზე გვაქვს შანსი რაღაცები გავასწოროთ კოლექტიურ ველში. სიკეთეები ვაკეთოთ კოლექტიური ველისთვის და ვნახოთ აბა 27-დან რა იქნება. თუ მაშინ ვიძახოდი უბრალოდ მატერიაში მიმდინარე პროცესებში აირჩიეთ მხარე, რაც არაფრით არ გამოიწვევდა მაშინ ამ აგრესიას და გახლიჩვას, ხო? სოციუმისას, ადამიანებისას. ეხლა უკვე ამის გაკეთება ფიზიკურ დონეზე პრინციპში აღარ იმუშავებს, ეხლა საჭიროა შინაგანად ამის კეთება, ხო? და თქვენ შეატყობდით, როგორც კი ეს ღერდი გააქტიურდა თევზები ქალწულის, როგორც კი კვანძი გადავიდა აღმავალი თევზებში, ადამიანებში მოიმატა ინტერესმა ამ საკითხების მიმართ. სულიერების მიმართ, ფსიქოლოგიის მიმართ, ასტროლოგიის მიმართ, ანუ ყველა იმ საგნის მიმართ, სადაც ადამიანს ესე ვთქვათ, აქვს ფიქრი, რომ შეიძლება აქ იპოვოს ის პასუხები, ის სიცარიელი აქ შეავსოს, რაც ბოლო 14 წელში დაემართა. ამაზეც მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო. როგორც კი ეს ამხელა მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდა, ეგრევე მიწოდებაც გაჩნდა, ხო? ძალიან ბევრი პროდუქტი გამოჩნდა ამ ადამიანებისთვის, პრაქტიკები, სწავლებები. და ჩვენ გვახსოვს ახლა თავიდან როგორ დავიწყეთ, ხო? გამრუდებული ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაცია თავისთავად ცუდი და ტყუილი და მავნებლური არ არის ყველა, მაგრამ ამის გამრუდებაში გულისხმობ, რომ ამის გარჩევაც ჭირს ძალიან. მით უმეტეს, როცა ახალი შემოსული ხარ ამ თემებში, ახალი მაძიებელი ხარ, გამოჩნდა ძალიან ესეთი დაჭრილი, დანაკუწებული სწავლებები, აი სულ ვიძახი ფსიქოლოგია და სულიერება დაჭრეს ნაჭრებად და ისა ყიდიან. ეს არც კარგი, არც ცუდი, ესეთი პერიოდი, ესეთი ეპიზოდი და ესეც ერთგვარი პროგრამაა, რომ ადამიანმა ისწავლოს გარჩევა და ისწავლოს ძებნა სწორად, იმისი, რასაც ეძებს. ეხლა ვერავის ვერ დავარიგებ ჭკუას, რომ ლაივში გაშლილი ტარო და მოbrunებული ჭიქა, მოbrunებული ხელის გულის ფოტოთი არ დაიკმაყოფილონ ეს მოთხოვნილებები, მაგრამ თუ ამით იკმაყოფილებთ ამ სიცარიელეს, რაც გააქტიურდა ბოლო 1 წელია, მაშინ რა თქმა უნდა სწორ ინფორმაციაზე, სწორ სწავლებაზე და სწორ ადამიანებთან მისვლაში ეს შეგეშლით ხავს, იმიტომ რომ იგივე დოფამინ დამოკიდებულებაა ჩათვალეთ, რათა მოკლე ეფექტი აქვს, მოკლე დაკმაყოფილების ეფექტი და ამ ჯადოსნურობაზე მოთხოვნილებას, რაც გაგიჩნდათ, ნუ იკმაყოფილებთ უხარისხო ფასტფუდივით ინფორმაციით. და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, მარტო ეს რაღაცა ფასტფუდი არ არის პრობლემა. ძალიან ბევრი რამ გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანს თუ ახალი დაწყებული აქციება, არ შეიძლება იმას შესთავაზო მძიმე არტილერიდან ტექნიკები და ძალიან მოხშირდა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ცნობიერების შეცვლის ტექნიკები, პრაქტიკები, რაღაც
ამ ყველაფერს გვთავაზობენ 4 დღეში, 5 დღეში, რაღაცა ნივთიერებებით, რაღაც სუნთქვითი პრაქტიკებით, რომელიც არაფრით არ შეიძლება ესე ერთჯერადად მივიდე და გავაკეთო. მე ცნობიერება არ მაქვს მზად. რა ის ინფორმაცია გავატარო და აღვიქვა სწორად. მე თუ ენერგეტიკული სხეულები არ მაქვს მზად. რა ეს პასუხები, რასაც მივიღებ, გავატარო, რა თქმა უნდა, დამანგრევს. დააკვირდით, რას მოიხმართ, დააკვირდით, სად ეძებთ პასუხებს, დააკვირდით, ვინ თავაზობთ და რა ფორმით. იმიტომ რომ არ შეიძლება, ამას ჭირდება წლები ხანდახან. და მე მივიდე ერთჯერადად რაღაცა დავლიო ან ვისუნთქო რაღაცა ტემპში. არა, უბრალოდ დამანგრევს ეს ყველაფერი. მე რა თქმა უნდა კიდე ერთხელ გავიმეორებ, ვერაფრისკენ ვერ მოვუწოდებ. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა იმდენად მძიმე პერიოდია წელს, ასეთი რაღაცეებისთვის, რომ სანამ ლილითი მორიელშია, იქამდე მაინც შეიკავეთ ესეთი რაღაცებისგან თავი, რომ კიდე დამატებით სამუშაო თემები არ გამოგიჩნდეთ. მიაქციეთ ყურადღება, აუცილებლად მნიშვნელოვანია ესეთ ამბებში იყოს გასაუბრება, წინასწარ იყოს გაფრთხილება, იცოდეს ადამიანმა თქვენი ფსიქოლოგიური ფონი, თქვენი ემოციური ფონი. და დაუბრუნდეთ კონკრეტულად დაბნელებას, რომელსაც უკვე მესამეჯერ უბრუნდებით. თევზები არის ციკლის ბოლო, მე-12 ნიშანია. ეს არის სრული პროცესის დასასრული. ოღონ ამ დასასრულიდან ყოველთვის გადავდივართ ახალ თემებზე. ეხლა რთული იქნება თუ არ გავაცნობიერეთ, გაცნობიერებაა ეს ყველაფერი. ეს არის კარმული დანაკარგების პერიოდი, კარმული განთავისუფლების პერიოდი, უბრალოდ ამაზე მუშაობა არის ძალიან საჭირო. აქ ვექტორები გარემოზე აღარ არის, პირდაპირ ჩვენ შინაგან პროცესებზეა გადართული. ზოგადად როცა გარემოში ხდება რაღაცა იქიდან გაიქცე იმ პროცესიდან ძალიან მარტივია, ხო? არიდო თავი, მაგრამ აქ შეუძლებელია, იმიტომ რომ თევზები არის ჩვენი ქვეცნობიერი, ირაციონალური, ემოციური, ფსიქოლოგიური მდგომარეობები. მოგვიწევს მოკლედ ამ თემებზე საკმაოდ ისე ინტენსიური მუშაობა. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ამ დაბნელებას ბავშვები უფრო იგრძნობენ, უფრო გრძნობიარეები არიან. შეიძლება წამოვიდეთ რაღაც ახალი შიშები ვთქვათ, რაც დამახასიათებელი არ იყო მათთვის, ხო? სიბნელის მეშინია, მარტო არ დამტოვო, ან თქვათ სადღაც დასასვენებლად ხართ და ეუბნებით ბავშვს, რომ შედი წყალში, იცურავე, გეუბნებათ, რომ მეშინი არ დააძარულთ იმის იმით, რომ გადავახავ შიში. ეხლა არ არის ეს პერიოდი ბავშვებისთვის განსაკუთრებით, შეეცადეთ, რომ გადააგორებინოთ ეს პერიოდი, არ აყურებინოთ თქვათ ჰორორებზე, რაღაცა მძიმე კადრებზე, იმიტომ რომ ძალიან მორყეულია ეხლა კარიბჭე ამ ირაციონალურს და რაციონალურს შორის და შეიძლება რაღაცა ისეთი კარმული, ირაციონალური შიში ან ტრამვა დაუთრიგერდეს ბავშვს, რომელიც ცნობიერში ჩამოყალიბდება უკვე ბლოკად. წყლის გავლენა, მე არ მოყვარს ასეთ ვიდეოებში, ასეთ ფორმატში, უფრო სწორად მსგავსი პროგნოზები თუ რეკომენდაციები, მაგრამ წყალთან ვიყოთ ძალიან ფრთხილად ეს დღეები. მე-12 ველში გვყავს ასევე ფარული მტრები, ღია მტრები გვყავდა მე-7 ველში სასწორთან და წინა წელიწად-ნახევარი ეს თემა იყო ძალიან აქტუალური. ჩანდნენ ჩვენი კონკურენტები და დაბნელებებზე ყოველთვის არის ტენდენცია, რომ გამოჩნდეს ვინ არის, ვის ვენდოთ, ვინ ჩვენიანია, ვინ სხვისიანია. ინფორმაცია ინტენსიური იქნება, როგორც ვთქვი. ამას ეხმარება დამატებით სხვა ტრანზიტები, რაც დაბნელებებზე გადის, ამოტივდება ყველაფერი, ძალიან ბევრი დაფარული რაღაცა გამოჩნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს თევზების პერიოდი და ხანდახან ადამიანებს შეიძლება ცხვირწინ ედოთ სიმართლე და უბრალოდ ვერ აღიქვამდნენ. მინიშნებების პერიოდია, იმაზე მეტი ყურადღება არ მიაქციოთ ცხოვრებაში, სამყაროსგან ნიშნებს, სიზმრებს და ესე შემდეგ, ვიდრე აქცევდით აქამდე, იმიტომ რომ მანდაც არის ძალიან დიდი ალბათობა წაგვიღოთ ცოტა ილუზიებში. ასევე ძალიან აქტუალური იქნება თემა, თუ ადამიანისთვის მეორე, მესამე, მეოთხე და ესე დაუსრულებელი შანსები გაქვთ მიცემული და ვერ გამოიყენა, ის ადამიანები აუცილებლად გავლენ ჩვენი ცხოვრებიდან. თქვენს გააცნობიერებთ, რომ აზრი არა აქ არ მუშაობს ესე კლასიკური პრაქტიკები, რომელსაც შეგახსენებთ ამ უწევ პოსტებს, გავსთორავ თავიდან, რომ დღეს ხვალ გქონდეთ ამაზე მუშაობის საშუალება. და არის კიდე ნიშნის მიხედვით ემატება რაღაც პრაქტიკები და სამუშაოები. ყოველთვის მიბმულია მეოთხე ველზე. ანუ გვარის ხაზთან, გვარის პროგრამებთან. ძალიან ბევრი პრაქტიკა დავდი ამ ბოლო დროს ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლა სამოვწევ კიდე ერთხელ და ეს პერიოდი ზოგადად გაზაფხულამდე ძალიან კარგი პერიოდია. დამუშავოთ საგვარეულო კარმა, საგვარეულო პროგრამები, მშობლებთან ურთიერთობა, ოჯახის საქმეები მოვაგვაროთ, მიბრუნდეთ ოჯახში, აიღოთ როლი ოჯახის წევრის, ხო, იმიტომ რომ ჩვენი როლი ნებისმიერის, ჩვენს მეოთხე სახლში არის, რომ გადავაგრძელოთ გვარი. არ გაჩერდეს გვარი. ზოგადად გვარი ძალიან დიდი მადლია, სულ ამას ვიძახი, რაც არ უნდა უცნაურ ოჯახში ვცხოვრობდეთ, რაც არ უნდა რთულ ოჯახში ვცხოვრობდეთ და ვქონდეს ამის განცდა, ხო? თუ მანდ რაღაცებს დავალაგებთ, ესა უზარმაზარი ენერგია და უზარმაზარი თანადგომა ენერგეტიკული. პრინციპში ეს არის შესავალი, რის თქმაც მინდოდა.
ეხლა გადავიდეთ ნელ-ნელა ნიშნებზე და ვნახოთ თქვენი მზის ნიშნისთვის, რომელ ველში გათამაშდება ეს მთვარის დაბნელება, რას მოიტანს. დავიწყოთ ვერძით. ვერძისთვის დაბნელება ხდება მე-12 ველში, რაც იმას ნიშნავს, რომ ციკლის დასასრულია. საჭიროა დაპაუზდეთ, საჭიროა უბრალოდ გაჩერდეთ. ეს არაფერი აღარ გააკეთოთ, დაჩდეთ და გადახედოთ, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ, რა ხდება, როგორ მოხვედით აქამდე, რა იყო ამის წინაპირობები და გააცნობიეროთ აუცილებლად ეს ყველაფერი, რადგან თქვენ ისედაც სულ პროცესში ხართ და ძალიან გიგვიანდებათ გაჩერება და გაცნობიერება და დავაგებულად, ესე ვთქვათ, შინაარსის გამოტანა იმ ყველაფრისგან, რაც მოხდა. მოკლედ, ცვლილებების დროა, ცვლილების განხორციელების დროა, სიახლისკენ წასვლის დროა და ამისთვის უნდა მოემზადოთ, იმიტომ რომ წესით არ ხართ ჯერჯერობით მზად. ბევრ თქვენგანს გაუაქტიურდება ემიგრაციის საკითხი სხვათა შორის, ვისთვისაც აქტუალურია იცოდეთ, რომ კარგი პერიოდია, რაღაც გარემოებები დაალაგდება ამისთვის, მიხვდებით, რომ წასვლის დროა, მიხვდებით, რომ აი ახლა უკვე ამ რესურსულ მდგომარეობაში ხართ, რომ შეგიძლიათ წახვიდეთ, ზოგი პირიქით დაბრუნდებით, ან ზოგიერთი, რომელიც ემიგრაციაში ხართ, შეიძლება მიიღოთ საბუთი, რომელიც ცხოვრების უფლებას გააძლევთ, ან რაღაცის უფლებას გააძლევთ, სადაც ხართ იქ, რადგან დამატებით იუპიტერი მეოთხე ველშია თქვენთან და საკმაოდ ისეთ კარგად ბუსტავს ამ მოცემულობას. გაიგებთ რაღაცა საიდუმლოს აუცილებლად, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას, თქვენს ყოველდღიურობას, ან შეიძლება თქვენი საიდუმლოც იყოს ეს ამბავი და გასკდეს. ეს კარმული დანაკარგების დროა იდეაში, პირდაპირ მე-12 ველია და ყველაფერი რაც ზედმეტია, ჩათვალეთ, რომ წავა და გაუშვით, აღარ დახარჯოთ ენერგია ამაზე. ვისაც ქრონიკული დაავადებები გაქვთ, მაგალითად, ვისაც გაწუხებთ, შეიძლება გამოჩნდეს მკურნალობის რაღაცა ახალი მეთოდი ან იპოვოთ ახალი წამალი, რომელიც აუცილებლად კარგ შედეგზე გაგიყვანთ. ზოგადად ძალიან კარგი დროა მავნეჩვევებისგან განსათავისუფლებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასასვლელად. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, შეიძლება პარტნიორს შეეცვალოს სამსახური და ამან მოახდინოს თქვენს ყოველდღიურობაზე გავლენა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვერძებისთვის ეს მესეჯი, თუ გაქვთ განცდა, რომ რაღაცის ან ვიღაცის ვალი გაქვთ. მარტო პლუსზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ პერიოდში შეგიძლიათ ეს ვალები გაისტუმროთ, რაღაც ადამიანს დაუბრუნოთ სამაგიერო, კარმული გათავისუფლების დროა და მაქსიმალურად გამოიყენეთ. რაც შეეხება კუროებს, კუროებისთვის ეს მე-11 ველია. ძალიან კარგი მაჩვენებელია, ესე ვთქვი, საკმაოდ ნორმალური ყოველი შემთხვევისთვის, ნორმალური გავლენა ექნება ამ დაბნელებებს კუროებისთვის, იწმინდება გზები. ყველაფერი იმისთვის, რაც მოდის თქვენს ცხოვრებაში, ხო? ახალი სცენარებისთვის. ყველაფერი ხელის შემშლელი ჩამოინგრევა, უბრალოდ კუროებთან ეს პრობლემა, რომ თქვენ არ გიყვართ რაღაც გარემოებების გაშვება თქვენი ცხოვრებიდან და ახალი რაღაცეები ცოტა გაშინებთ. ძალიან კარგია მაგალითად თუ გაქვთ რაღაც ხანგრძლივი პროექტი, რომელსაც დიდი ხანი აკეთებთ და შედეგი არ გქონდათ, აუცილებლად მოიტანს ეს შედეგს. ყველაფერი, რასაც ძალიან დიდი ხანი აკეთებთ და შედეგი არ გქონდა, ამ პერიოდში დაალაგდება. ცხოვრების ახალი გრაფიკი, აი ესაა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი რაღაცის შესწავლას დაიწყებთ, ახალი ადამიანები შემოვლენ მე-11 ველიდან, თანამოაზრეები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ ახალ სცენარებში გადასასვლელად. საკუთრებით ეს ეხება იმ კუროებს, ვინც ადამიანურ რესურსებთან მუშაობს და კლიენტებს ემსახურება. ასევე ძალიან კარგია იმ კუროებისთვის, ვისაც ესე ვთქვათ, ინფორმაციასთან უწევს მუშაობა, ვინც ვაჭრობაშია, წესით შექმნით რაღაც ახალ პროდუქტს ან ახალ მომსახურებას, რომელიც შეცვლის თქვენ მდგომარეობას და იმიჯს ამ სფეროში. უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება თქვენს გამოცდილებაზე და ცოდნაზე. ასევე კაი ამბავი ის არის, ვინც პირადში ცოტა არეულად ხართ, არის შანსი გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომელიც შემოვა მე-11 ველიდან, ანუ ან მეგობრები გაგაცნობენ, ან ინტერნეტში გაიცნობთ. ასევე ვინც ქორწინებაში ხართ, აუცილებლად უნდა გადახედოთ ქორწინებას, აუცილებლად უნდა გადახედოთ ურთიერთობებს, იქნება იქ გადაწყვეტილებები, მისაღები. შეიძლება არც იყოთ ქორწინებაში, იყოთ უბრალოდ სერიოზულ ურთიერთობაში, მანდაც შეიძლება მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომ ოჯახი შექმნათ. ასევე ეს შეიძლება იყოს დაშლა, უბრალოდ განქორწინება, განსაკუთრებით ისეთი კუროებისთვის, ვინც მეორე და მეტ ქორწინებაშია, ამ პარტნიორს ყავს სხვა ქორწინებიდან შვილი. თუ გინდათ, რომ ამ ურთიერთობაში რაღაც ასეთ მსგავს ურთიერთობებში პრობლემები არ შეიქმნას, აუცილებლად მოგიწევს პარტნიორთან დალაპარაკება და პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გადანაწილება. ველზე დამატებით იუპიტერის ტრანზიტად თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მნიშვნელოვანია დაძმების თემა, ვისაც გაქვთ აქტუალური ცხოვრებაში კუროებს, მოგიწევთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, საკითხების დაალაგება და ურთიერთობების გარკვევა, გამოიყენეთ ეს პერიოდი.
ასევე შვილებთან ურთიერთობა მე-11-ველია, გაასწორეთ კომუნიკაცია შვილებთან, რომ არ მოხდეს გაუცხოვება. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებისთვის ეს მე-10-ველია, კლასიკურად ეს არის სოციალური სტატუსი, სამსახური პროფესია, კარიერა, იმიჯი, ხო, ჩვენი სოციალური, მაგრამ სოციალურ სტატუსი მოიაზრებს კუთხის სახლია, ასევე ქორწინებას, ასევე მშობლობას, შეიძლება იყოს ნებისმიერი საბუთი, რომელიც გვაძლევს რაღაც ახალ სტატუსს, ახალ იმიჯს. შეიძლება იყოს ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, ყველაფერი, ვისაც მსგავსი თემები გაქვთ აქტუალური, იცოდეთ, რომ იმუშავებს. და ტყუპებზე მინდა ძალიან საინტერესო რაღაც ვთქვა. ტყუპებისთვის თევზები არის მე-10-ველი. ანუ ყველას გვაქვს ცხოვრებაში მიზანი, რაღაცა გვინდა, რაღაცისკენ ვისწრაფვით. ტყუპებსაც აქვთ, კი ვიძახით, რომ ზედაპირულები არიან და ცანცარები არიან, მაგრამ ესე არ მუშაობს. უბრალოდ ტყუპებთან, რადგან თევზებია მე-10-ველი, ყოველთვის ახლა რაღაც გეგმა მაქვს, რომ ეხლა აქ ვარ, მე ამას გავაკეთებ და მივალ იქ. და ამას რო გავაკეთებ, ესეც ერთგვარი შეგრძნება, რომ ჩემი შრომაა, ჩემი რესურსია ჩადებული და ახლა გავაკეთე. გამოწვევა იყო, რომელიც გავაკეთე. ტყუპებთან ესე არ მუშაობს, ესენი დაგეგმავენ და ყოველთვის ეს მიზნამდე მისვლა ხდება სხვადასხვა გზებით, იმიტომ რომ თევზებია ესეთი, ხო? თევზებს აკეთეთ ენერგეტიკა და ტყუპებს ძალიან ხშირად რასაც ვამჩნევ. აკეთებენ ამ ყველაფრის გაუფასურებას, უფასურებენ ამას საკუთარ თავს და ამ გაუფასურების დასამუშავებლად ძალიან კარგი პერიოდია. ჩაუთვალეთ თქვენ თავს ეს ყველაფერი გამარჯვებაში, წარმატებაში. ძალიან დაგეხმარებათ ეს, რომ არ იყოთ ესე არ ტირტივებდეთ ჰაერზე და არ იყოთ დაუკმაყოფილებელი სოციალურად. ნუ უფასურებთ თქვენ თავს იმას, რა გზებითაც მოდის წარმატება, გამარჯვება, მიზნამდე მისვლა თქვენ ცხოვრებაში. სამყარო უკეთესად იცის ამ ეტაპზე რა გჭირდება და რა ფორმით გჭირდება. ეხლა რაც შეეხება კერჩხებებს. კერჩხებებისთვის ეს არის მე-9-ველი. საფხედელობის საკითხებია მე-9-ველი, გადაფასების პერიოდია. მოგიწევთ სწორად აღიქვათ სამყარო. თუ ამას ამდენი ხანი სწორად არ აკეთებდით, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს ეხება, კეთილშობილურად აღიქვათ, ნახეთ, რადგან მშვილდოსანიში ყველაზე მეტად აგვპატიობენ ხოლმე არაკეთილშობილურ მიზნებს და არაკეთილშობილურ ქცევებს. ახალი გზები ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. შეიძლება იყოს ემიგრაცია, თან თუ გავუთვალისწინებთ, რომ იუპიტერი წმანდარი, ახალი სამსახური, საზღვარგარეთთან კავშირი, შეიძლება განათლებისთვის წახვიდეთ საზღვარგარეთ, შეიძლება უბრალოდ რაღაც ახალი სწავლა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აუცილებელია ახალი თემის და ახალი საკითხის შესწავლა, რადგან დაბნელება გეუბნებათ, რომ წინა ბაზა რაც გაქვთ საკმარისი არ არის. საკმარისი არ არის ეს ყველაფერი და საკმაოდ რთული იქნება იგივე ბაზით ახალ სცენარში გადასვლა ახალ ამბებში ჩვენ ცხოვრებაში ფასეულობები უნდა ინახოს, უნდა გადაფასდეს და უნდა გაფართოვდეს ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი. კერჩხებების ძალიან კარგი პერიოდია, ვისაც სასამართლო და იურიდიული საკითხების დასრულება გჭირდებათ, დასრულდება ამ პერიოდში. შვილიშვილების სახლია, ვისთვისაც ეს თემა აქტუალურია და თუ თქვათ შვილიშვილების შორს ცხოვრობენ ან დიდი ხანი არ გინახავთ, შეიძლება ისე დავაგდეს სიტუაციები, რომ გააქტიურდეს ეს თემა. და მოგიწევთ შეხვედრა შვილიშვილებთან, აუცილებლად გამოჩნდებიან უცნაური ადამიანები, რომელთა მსოფლმხედველობა და აზრებიც დაგეხმარებათ ამ მთავარი პროგრამის გაკეთებაში, რომ გადავაფასოთ რაღაცეები და ამ ადამიანებიდან ყურადღება მიაქცეთ განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ვინც ცოტა გაღიზიანებთ, ვერ იგებთ რას ამბობენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან თქვენს დასახმარებლად მოსულები. ასევე აქ არის სამგამოკვეთილი ჩვენი პირადი პარტნიორის ნათესავების ზონა და ეს თემა ძალიან აქტუალური იქნება, მოგიწევთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა, საკითხების გადაწყვეტა, შეთანხმებების გაკეთება და ესე შემდეგ. ლომი, მე-8-ველი. ძალიან გრძნობიარე ამბავია მე-8-ველში. ესაა ტრანსფორმაციის ზონა და თან წყლის ნიშანია, აადუღებს ლომის 7 ცეცხლს. ასევე ეს არის ფინანსური შესაძლებლობების ველი და ღრმა ფსიქიკური, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის ველი, თემა, რომელიც დაკავშირებულია წყენებთან, განსაკუთრებით დედის თემები, ვისაც გაქვთ სამუშაო, შეიძლება ფინანსური ფონი შეიცვალოს, შეიძლება რაღაც დააზღვიოთ, ინვესტიცია ჩადოთ, შეიძლება გადაიხადოთ ვალი, დახუროთ კრედიტი, შეიცვალოს სახლის და ქონების ღირებულება, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, შეიძლება პასიური შემოსავლის, ასე ვთქვათ,
ადგილი შეიცვალოს ან ოდენობა, გააქტიურდება მემკვიდრეობის თემები, ალიმენტი, კომპენსაცია და მსგავსი საკითხები. ასევე შეიძლება პარტნიორის შემოსავალი შეიცვალოს, პირადი პარტნიორის, რაც თქვენ ცხოვრებაზე აისახება პოზიტიურად თუ ნეგატიურად, ამას უკვე ტრანზიტები ანახებს. ასევე ეს არის სამსახურის თემაც, განსაკუთრებით თუ თქვენ მუშაობთ სხვის ფულთან და სხვის რესურსებთან. ქალწულისთვის მეშვიდე ზონა პარტნიორობის თემაა თავიდან ბოლომდე, ასევე შეიძლება მოვიდნენ ახალი საქმიანი პარტნიორები, ახალი კლიენტები, თუ ეს თქვენთვის აქტუალურია, ეს იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პერიოდი პარტნიორობასთან მიმართებაში. აუცილებლად იქნება ახალი ნაცნობობა თუ მარტო გაქვთ, სადაც შემოყალიბდება პირადი ურთიერთობები, თუ პირადში ხართ, აუცილებლად გადასახედი იქნება პასუხისმგებლობის, კომპრომისის და მსგავსი საკითხები. შეიძლება ვიღაც ახალი საქმიანი პარტნიორი დაიმატოთ, ან პირიქით თუ ეხლა ხართ ისეთ საქმეში, სადაც პარტნიორი ყავთ, შეიძლება გაუშვათ, ან შეიცვალოს ეს პარტნიორი. ყველაზე მეტად ეს შეეხება ხანგრძლივი რუტინულ ურთიერთობაში ვინც ხართ იმ ადამიანებს და ჩვეულებრივად სამუშაო იქნება პარტნიორულ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ურთიერთობის გაგრძელება ძალიან სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუ ამ მეშვიდე ველის ინსტრუმენტებს სწორად არ ავიღებთ, რაც არის კომპრომისი, შეთანხმება, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გადანაწილება, გახსნილობა აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც წესი პრობლემა არის, რომ პარტნიორთან არ ვართ გახსნილი და რეალურად არ ვცნობთ ამ ადამიანებს. კარგია ასევე ქალწულებო იმ ადამიანებთან ურთიერთობის დასრულება, რომლებიც წლები არ მოძებებული გყავთ და რაც უკვე ტოქსიკურ ურთიერთქმედებაში ხართ ამ ადამიანებთან. გარემოშიც, მაგრამ პირაც არ გულისხმობ. სასწორი მე-6 ველი. საკმაოდ ნორმალური გავლენა აქვს სასწორებზეც ამ დაბნელებას. მე-6 ველი არის ყოველდღიური რუტინა, რომელიც შეეხება რა თქმა უნდა როგორც სახლის, ისე სამსახურის ამბებს. შეიძლება მაგალითად დაასრულოთ რემონტი, დაასრულოთ დიდი პროექტი ან ხანგრძლივი პროექტი, რომელსაც დიდი ხანია აკეთებთ. შეიძლება დაასრულოთ ხანგრძლივი მკურნალობა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი შედეგი მიიღოთ. ასევე ძალიან კარგია მოიხსნათ შეზღუდვები, თუ რაღაც შეზღუდვები გაქვთ დაწესებული. საკუთარი თავისთვის ვიღაცამ დაგიწესათ, სახელმწიფომ დაგიწესათ, არ აქვს მნიშვნელობა, გააქტიურდება ეგ საკითხები და არის შანსი, რომ მოიხსნათ ყველა ეს შეზღუდვა საკუთარ თავზე. ერთადერთი მიაქციეთ ცილის რეჟიმის ყურადღება და ცხოვრების ეს რუტინული რეჟიმის შეგეცვლება აუცილებლად, ასევე შეიცვლებიან ამ რუტინაში მონაწილე ადამიანები სამსახურში, სავარაუდოდ, შეიძლება ოჯახშიც, თუ დამხმარე გყავთ და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ყველაფრის შესაკეთებლად და გასაკეთებლად არის ძალიან კარგი დრო, განსაკუთრებით ნივთების შესაკეთებლად. მორიელი მე-5 ველი. შემოქმედებითი ზონაა მორიელი, გრძნობების ველია, შვილების საკითხი გააქტიურდება, შვილებს შეეცვლებათ ცხოვრების წესი ან გრაფიკი, რაც აისახება თქვენზე, თქვენს რეჟიმზე, შეიძლება ოჯახში ემატოს ახალი ბავშვი, ოჯახის წევრს გაუჩნდეს ახალი ბავშვი, შეიძლება შვილებმა გაგაგებინოთ რაღაც ისეთი მომავლის გეგმები, რომელიც ძალიან ისეთი დიდი, გრანდიოზული და განსხვავებული იქნება. გააქტიურდება შემოქმედებითი იმპულსი და თუ არა გაქვთ თქვათ ისეთი სამსახური, სადაც შეძლებთ ამ შემოქმედებითი ენერგიის რეალიზებას, აუცილებლად მონახეთ ახალი ჰობი. და ამ პერიოდში მონახული ახალი ჰობი თქვენ ცხოვრებაზე ძალიან კარგ გავლენას მოახდენს, შეიძლება მერე საქმიანობაშიც გადაიზარდოს რაღაცა პლანეტარული ციკლის მერე. ვინც მარტო ხართ შეყვარებულობის პერიოდია, რა თქმა უნდა, ახალი ნაცნობობა, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა ექნება აუცილებლად, ვინც ურთიერთობაში ხართ, მაინც ცვლილებები იქნება, გადახედეთ ურთიერთობებს, რომ ეს პოზიტიური ცვლილებები იყოს, ან მინიმუმ შეიძლება იყოს პარტნიორის საქმიანობის სფერო შეეცვალოს, ან სამსახურის პირობები, რაც რა თქმა უნდა იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე. ასეთი რომანტიზმის მოთხოვნილება გაიზრდება და შეეცადეთ, რომ ამ ხრივ იმუშაოთ ურთიერთობებში და ასევე შეიძლება გაიგოთ რაღაცა საიდუმლო. შვილდოსნისთვის მე-4 ველია, სახლი, გვარი, სამშობლო, ოჯახი, ბავშვი, ხო? ვეძებთ სახლს. შვილდოსანი ეძებს სახლს, ასე ძალიან მარტივად რო ვთქვა. შვილდოსანმა უნდა მონახოს სახლი. გადახედეთ ოჯახში ურთიერთობებს, ეს კლასიკური ამბავია, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს, საოჯახო საქმიანობებს, თქვენს პასუხისმგებლობებს ოჯახში. დაალაგეთ ეს ურთიერთობები, შეიძლება ოჯახის შემადგენლობა, შეიძლება გაჩნდეს ბავშვი, შეიძლება გათხოვდეს ვიღაცა, შეიძლება ვიღაცამ ცოლი მოიყვანოს და ესე შემდეგ აუცილებლად შეიცვლება ოჯახის შემადგენლობა. შეიძლება უბრალოდ ემიგრაციაში წავიდნენ ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დაოჯახება თქვი განქორწინებაც იყოს და ესე შემდეგ. თუ შვილი შორს ცხოვრობს და დიდი ხანი არ გინახავთ, თქვენთვისაც ძალიან კაი ეპიზოდია ეს. შეიძლება მოხდეს ისე, რომ გადაიკვეთოთ, მოგიწევთ რაღაცა პერიოდი ერთად ცხოვრება, ერთად ყოფნა, ან შეიძლება დაბრუნდეს, შეიძლება თქვენ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. აქაც არის ის, რომ შეიძლება დაასრულოთ რემონტი, სახლისთვის შეიძინოთ რაღაცა ძვირფასი, ძვირადღირებული.
ძალიან ბევრი შულდოსანი სახლიდან დაიწყებს მუშაობას, ამ გრაფიკსაც შეცვლის. ვინც სამშენებლო სფეროში ხართ, მანდაც მინდა რომ რეკომენდაცია მოგცეთ, ცოტა შეცვალეთ მუშაობის ტაქტიკა, საოცარ შედეგზე გაგიყვანთ, ხო, ცოტა მეტი ამბიცია გვინდა, მანდ სწორი ამბიცია. ძალიან ბევრს მოგინდებათ საკუთარი სახლის შეძენა, ან გადასვლა სადმე შორს, ახლა სადაც ხართ იქიდან. ზოგადად ეს ბავშვობის პერიოდიცაა, ბევრი მოგონება გაიღვიძებს ბავშვობის, გააქტიურდება ეს თემები. მათ შორის ამოტვირთდება ისეთი ინფორმაციაც და ისეთი მოგონებებიც, რაც დასამუშავებელია, ამიტომ გვარის თემებზე და მშობლების თემებზე თქვენთვის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. თხის რქა. თხის რქისთვის ეს მესამეველია, საიდანაც ურთიერთქმედებენ სამყაროსთან, გარემოსთან, ადამიანთან, ყველა ინსტრუმენტი ამისთვის აქ არის. ძალიან კარგი კონფიგურაცია, მინდა ვთქვა. ძირითადად ეს გააქტიურდება მესამეველით, სწავლის თემით, ან დაასრულებთ სწავლას, ან დაიწყებთ. არ იგულისხმება მარტო კლასიკური სწავლა, ანუ ინფორმაცია, რომელზეც მუშაობთ, რომელსაც შეისწავლეთ დიდი ხანია სფერო, აი მანდ მიიღებთ ძალიან კარგი შედეგს, გახვალთ დამკაში, მოდი ესე ვიტყვი, რაც საბოლოო შედეგს მოგცემთ იმას, რომ მისცემთ ამ ყველაფერს ფორმას და გამოიყენებთ თქვენს შემდეგ საქმიანობაში. გააკეთეთ მნიშვნელოვან საქმიან შეთანხმებებს ამ პერიოდში, გამოჩნდებიან ადამიანები, მოგიწევთ მოლაპარაკება, ბევრი გადაადგილება, ბოლომდე მიიყვანთ რაღაც საქმეებს, რომელიც ძალიან დიდი ხანია იწერება. შეიძლება იყიდოთ ისეთი ნივთი, რომელიც დიდი ხანია გეგმავთ და ვერ ახერხებდით. ეს ნივთები ძირითადად მაინც მესამეველის ნივთები და დეკორაციები იქნება. ციფრული ტექნიკა, გადაადგილების საშუალებები, მანქანაც შეიძლება იყოს, სწავლისთვის საჭირო ინვენტარი და ასე შემდეგ. ასევე ახალ სწავლებას, ახალ ინფორმაციის შეძენას დაიწყებთ, რომელიც ახალი ინსტრუმენტი იქნება თქვენი საქმიანობისთვის მომდევნო ეპიზოდში. ეს არის გარემოებებთან ვერბალური კომუნიკაციის ზონა და აქვე მინდა მოგცეთ რეკომენდაცია, რომ არ არის ყოველთვის საჭირო ძალიან მკვეთრად და ძალიან კონკრეტულად ილაპარაკოთ, რომ გააგებინოთ ადამიანს რისი თქმა გინდა. ცოტა თევზური გავლენა და ოფერი გამოიყენეთ, ცოტა ფილოსოფიურად ილაპარაკეთ იმ მესიჯებზე, რისი მიწოდებაც გინდათ ადამიანებისთვის გარემოში, თუნდაც საქმიანობის ამბავში. ზოგადად მოგიწევთ ძალიან ბევრი გადაადგილება, ძალიან ბევრი ინფორმაციასთან მუშაობა, ბევრი ადამიანთან შეხვედრა, ბევრი რეკომენდაციის გაცემა, სწავლების და გამოცდილებების გაცემა საკმაოდ საინტერესო პერიოდია. მერწყული. მერწყულისთვის ეს არის მეორე ველი. ესაა თვით შეფასება და ფულის ზონა. შეიძლება დახურავთ რაღაცა თემა, რომელიც დიდი ხანია წლებია, გაგარგვინებთ ენერგიას. ზოგი დახურავთ კრედიტს, ზოგი ურთიერთობას დახურავთ. შეიძლება შემოსავლის წყარო აუცილებლად, ლოკაცია შეიცვლეს თუ აი რაღაც აქედან ვიღებთ, წამოვა აქედან ეს შემოსავალი. შეიძლება დაიწყოთ დანაზოგის გაკეთება, შეიძლება გააკეთოთ ინვესტიცია. მთავარი მესიჯი აქ არის, რომ ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა ფინანსური შევინარჩუნოთ ზუსტად იგივენაირად თვით შეფასებაზეც, რომ ეს მოვახერხო ავტონომიურად მე თვითონ ჩემი რესურსის. ეს არის მთავარი ამოცანა აქ, ხო? ასევე საკუთარი თავი უნდა მოვიყვანოთ რესურსულ მდგომარეობაში, ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შეესაბამება ჩვენს მიზნებს, იმიტომ რომ ეხლა სრულიად აცდენილია სავარაუდოდ თქვენი რესურსული მდგომარეობა თქვენს მიზნებთან. ენერგიის აღდგენის დროა, ორგანიზმის აღდგენის დროა. რაც შეეხება თვით შეფასებას, მოგიწევთ გაანალიზოთ სად ხართ, სად არ ჩანხართ, სად არ გაფასებენ, სად ვერ გააგებინეთ გარემოში ადამიანებს, რა გინდათ და ეს თემები გაასწოროთ. აი ამის პერიოდი გაქვთ. იმიტომ რომ ზედაპირება მე ძალიან კარგად არის თქვენთან. რაღაც ახალი იმიჯი და ახალი ესე ვთქვათ, მოთხოვნილებებით გახვიდეთ გარემოში. რაც შეეხება თევზებს, თევზებისთვის ეს პირველი ველია, რადგან თევზებში ხდება დაბნელება და ეს არის მე. ჩემი სხეული, ჩემი როგორ პოზიციონირებ, თვით პოზიციონირება, ესაც ერთადი თემები, ხო? ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო, გავიდა ბოლოში, გავიდა დამკაში, უნდა დაასრულოთ. ისინი ამ ფორმით უბრალოდ ვეღარ იქნება თქვენ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რაღაცა გააჩნია თევზები, რომელიც სახლშია. ეს შეიძლება იყოს სამსახური, ეს შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს თქვენი სოციალური როლი და ეს თქვენი როლი, რაც აქამდე გქონდათ ცხოვრებაში მორჩა, იმიტომ რომ თევზები კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, უზარმაზარი ციკლის დასასრულია, ახალი იმიჯის დროა, ახალი თვით პოზიციონირების დროა, საკუთარი თავს უნდა დაუბრუნდეთ, უნდა მონახოთ საკუთარი თავი რამენაირად, მიატოვეთ ცხრების როლების თამაში, მიატოვეთ იმ მოლოდინების დაკმაყოფილება, რაც თქვენზე აქვთ გარემოში ადამიანებს და თქვენს მიმართ აქვთ. შეგრძნება ნახე, რომ რასაც ვაკეთებ, იმას აზრი არ აქვს ამდენი ხანი, შედეგს არ მიტევს, ესაა ძალიან ისეთი მარკერი თქვენ ცხოვრებაში, რომ მიხვდეთ, რომ ყველაფერი ფაქტიურად შესაძლებელია, მე-12 ველია, ხო? მე-12 ნიშანია თევზები, თქვენთვის პირველ რიგში თამაშდება, ყველაფერი შესაძლებელია ფაქტიურად.
იგივე დოზით იმუშავეთ პირად ურთიერთობებზე, იმიტომ რომ ოპოზიციური ველი არის მეშვიდე ველი და ერთ-ერთი ძირითადი თემა პირადი იქნება თქვენთან გამოკვეთილი, აი მანდაც რაღაც გასასწორებელია სავარაუდოდ, ასევე შეეხება მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს, უნდა გააცნობიეროთ, რომ მუდმივად ცხვრის სცენარში ხართ და ეს არის მთავარი პრობლემა და ეს არის მთავარი საზრუნავი, რომ პირადი საზღვრები დააწესოთ. აუცილებლად გამოიკვეთება თქვენთან რაღაცა საკითხები, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს მომავალ გეგმებთან და ცხოვრებასთან, ამიტომ ძალიან ყურადღებით 23 სექტემბრის მერე რა გააქტიურდა თქვენს ცხოვრებაში დააკვირდით. ყველაფერი შესაძლებელია. ფაქტიურად ეს იყო, რის თქმაც მინდოდა, იმედი საინტერესო იყო და იმ პრაქტიკებს, რასაც წაღან ველაპარაკე, აუცილებლად თორების საშუალებით შეგახსენებთ. და ამასობაში მეც დავასრულე ამის დახატვა. ნაყოფიერი და კარგი დაბნელებები მეც და თქვენს. დროებით.